შენ რასაც აკეთებ და ზოგადად აი თქვენ რასაც აკეთებთ, აი რაღაც მოყვარული დამწყებს მართლა ვერ უწყოდი ახლა შენც იმდენი წლიანი გამოცდილება გაქვს ხო გახმოვანების რომ დამწყები ნამდვილად არ ხარ. გიჟდები 12 წლიდან რო ახმოვანო. მოყვარული გახმოვანების სახეობები აი ძალიან მნიშვნელოვანია რა. მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ხარისხი არ ვარდება ასე ვთქვათ და უფრო ანუ არ აძლევთ თქვენ თავსაც და მაყურებელსაც იმის უფლებას რომ დაბალი ხარისხის გახმოვანება მოეწონოს რა იმიტომ რომ მაყურებელიც იმდენად მოთხოვნადია თქვენს მიმართ და ჩვენს მიმართაც რა თქმა უნდა ხო რომ უფრო მეტად ვითარდება აი რაღაც თამასებს მაღლა და მაღლა ვწევთ რა იმიტომ რომ შენ როგორც ვითარდები გაინტერესებს პირობითად ჩემი რჩევა სანდროს რჩევა ციკოს რჩევა ანუ ამით ინტერესებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა, იმიტომ რომ ეგ ცალკე ამბავია რომ ხო, ანუ თავდაჯერება ერთია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ამ სფეროში, რომ რაღაცა თუ არ გჯერა, ამ სფეროში კი არა, ყველა სფეროში ეგრეა რა, რაღაც თუ არ გჯერა და შენი თავის თუ არ გჯერა, აფერი არ გამოგივა. მაგრამ ის რაც გაქვს შენ რომ აი რაღაცას ისმე ყოველთვის გინდა კომუნიკაცია ადამიანებთან, რაღაც რჩევებს ყოველთვის იღებ, ძალიან დიდი რაღაცაა. აი მე კიდე უფრო მიხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი უნარი გაქვს მაგის, რომ შეგიძლია სხვის რჩევები მიიღო. რა თქმა უნდა, მე უნდა განასხვაო ეს რჩევა როგორია, შენთვის როგორია. აუცილებლად უნდა მიიღო ნებისმიერი რჩევა, მეც ეგრე ვიყავი. არასდროს არც ერთ რჩევაზე და არც ერთ რაღაც დარიგებაზე, ვინმეს დარიგება რაღაც ისეთი ნათქვამია, მაგრამ სხვა არ გამახსენდა. ანუ არასდროს არ მქონია ის რეაქცია, რომ აუ ეს რას მელაპარაკებთ რაღაც. ხო, ანუ ყველას ვიღებდი რა, ხო, ოკეი, ვისმენდი, ოღონდ მე ნელ-ნელა ცხოვრება ისე მილაგებდა, რომ ჩემი გამოცდილებები მაჩვენებდნენ, რომ ეს რჩევა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო და ეს რჩევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო რა.